მინდია წულუკიძე აჭარელთა მწვრთნელი სეგუნდანტა დაუჯდა ხოზრევანიძეს. ხოზრევანიძე შავშან ყოფილა ბრინჯაოს ფიზიორი 23 წლამდელებში, ოღონდ 67 კილოგრამში. საქართველოს ჩემპიონატზე წელს კაცებში ასევე მესამე ადგილი დაიკავა, ასევე 67 კილოგრამში ახლა გამოდის. ამან თუ არსებობ რატი ანდრი ხოზრევანიძესთან. ხო, ხშირად ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს ეს ანდრი და რატი. ადრე ესენი სხვადასხვა წონებში იყვნენ, თუმცა რაც უფრო გაიზარდნენ და ასაკი მოემატათ, უკვე ერთ წონაში მოიყარეს თავი. დაიწყო ჩვენთან შეხვედრა 50 წამი უკვე გავიდა შეხვედრისა ჯერჯერობით, რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული არ მომხდარა. ეს ორი ფინალისტი ყავს მარტო აჭარას, შავშანდელი ჩემპიონატი დიდი უპირატესობით მოიგო, 5 ოქრო ჰქონდათ მათ. გარდაბას 2, ოზურგეთს 5 და ხობს 1. ცოტა შეიძლება მეც ველოდით დღევანდელი დღისგან, მაგრამ ხვალ კიდევ 5 წონა არის და ნუ გამოვიწყავთ რომ აჭარა გაზრდის თავის კი ბატონო, ახლა პირველ დღეს არ არის გამოვიწყულიო, 5 ჩემპიონი 5 სხვადასხვა ქალაქიდან იყოს, ასეთი ვარიანტი გვაქვს. ძალიან კარგი იქნება თუ ასე მოხდა გეოგრაფიის თვალსაზრისით. აქ კი ხოზრევანიძე დაწინაურდა მეტოქის პასიურობის ხარჯზე და ჩოგჯენში შემტევ პოზიციაშია, მაგრამ წამოუდგა აქ ვაშაყმაძე და 4 ქულიანზეც გადაიყვანა. ეხლა ვაშაყმაძე უტევს უკვე ჩოგჯენში. დიდი შანსია გადაატრიალა ერთხელ, დიალბათობით კიდე დაატრიალებს. მაგრამ ვეღარ შეძლო მეტი 6-1-ია დაწინაურებული ვაშაყმაძე თორნიკა ვაშაყმაძე. თითქოს არაფრისგან მიიღო 6 ქულა თვითონ შეიღო პარტებში და ამ პარტებიდან 6 ქულით წამოდგა შეიძლება ესე ითქვას. ესეთი საინტერესო დასაწყისია. ისევ დგომში გრძელდება, აი როგორც პირველი წამები იყო, პირველი წუთი იყო დაახლოებით იმ სტილში მიმდინარეობს ეს შეხვედრაც. ზონის წრესთან იყო და ვერ დაახსია თავი გასვლას. თითქოს დაბრუნდა ვაშაყმაძე ცენტრში, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაიყვანა ხოზრევანიძემ და 6-3 გახდა უკვე ანგარიში ვაშაყმაძის სასარგებლოდ კვლავაც. ნახევარი წუთი პირველი პერიოდის დასრულებამდე აქ ხო ილესაც შეუთვალეს, ანუ 2 ქულა მიიღო ხოზრევანიძემ, და ერთი. შემდეგ სადა ეს მკერდიდან გადაგდება, არ გამოუვიდა და თვითონ მოყვა, ოღონდ აქ არ ჩაეწერება ხოზრევანიძეს, იმიტომ მთლიანად აქტიური იყო და საკუთარი აქტივობა ავისჯება ჭიდაობაში. ბოლო 10 წამიანი მონაკვეთი დაიწყო პირველი პერიოდისა, 6-3 გახლავთ თორნიკა ვაშაყმაძის სასარგებლოდ ანგარიში. დამთავრდა პირველი პერიოდი. შემდეგი ფინალი იქნება ასეთი მიშიკო ალექსანდრია და ალექსანდრე რუსიტაშვილი. ძალიან საინტერესო ფინალი უნდა იყოს. შემდეგ უკვე ფიფია და ლექსო თირქია და შემდეგ გარდაბნელები ვლადიმერ მინაძე და მამუკა ბიძინაშვილი. დამთავრდა უკვე შეშენება და იწყება მეორე პერიოდი. აქ თითქოს სადა გადაგდება კიდევ ერთი კისრულის ცდილობა არ გამოუვიდა და აქაც არ დაიშჭება, აქტიური იყო. წითელი მხარე, ანუ თორნიკე ვაშაყმაძე, ანგარიში 6-3 რჩება კლავაც ანგარიში. ჯერ ბევრია ისევ საჭიდაო
შეიძლება ითქვას მთელი მეორე პერიოდი წინ. ეს მეორე ფინალი ჩვენი სანახავია. კი ბატონო, კარგი სანახავი. აი, კიდევ ერთი კარგი შეტევა გადაძალა, ილეთი ვერ გამოვიდა, მაგრამ ჩაიყვანა. თუმცა რაც ჩანაფიქრი ჰქონდა, ის გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ შეესრულებინა. აქ ახლა ნახოთ თუ გადააგდებს წამოწია და აქედან შეუძლია, რა თქმა უნდა, 4 ხულიანზე გადაგდება, ნახოთ როგორ დაიცავს თავს, ქულას დაკარგავს მინიმუმ. 2 ქულა, 4 ქულა. 9-6 გახდა უკვე ანგარიში ხოზრევანიძის სასარგებლოდ. ნახოთ აბა თორნიკა ვაშაყმაძე თუ შეძლებს შეხვედრის ისე მყისიერად შემოbrunებას, როგორც ეს პირველ პერიოდში გააკეთა. ხო, ახაც იგივე სცენარია ნახე, ეს თავიდან დაწინაურებული მევე ჩამორჩა. ხო, ეს უზბეკა ეთყობა რა ხოზრევანიძის მეტსახელია ეს ზურგზე ეწერა, თუ გავაგვირდით. წუთი და 51 წამი შეხვედრის დასრულებამდე 9-6 გახლავთ ხოზრევანიძის სასარგებლოდ ანგარიში. წუთი ნახევარი ცოტა მეტი. ეს ასეთი ჭიდაობა უკვე ხოზრევანიძეს აძლევს ხელს და აქ ცოტა უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს ვაშაყმაძე. და თვითონ ხოზრევანიძე არ წავა შეტევაზე გასაგებია. აჯაველები ამით დღევანდელ დღეს ასრულებენ, ნებისმიერ შემთხვევაში მათ ექნებათ 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს медаლი პირველი დღის შემდეგ. შეაჩერა მსაჯმა წუთი და 7 წამი დასრულებამდე 9-6 ხოზრევანიძის სასარგებლოდ. ერთი ხოზრევანიძე ყავს უკვე პრიზიორი 97-ში მინდია ხოზრევანიძე, არ ვიცი ერთმანეთს რა არიან. შეიძლება საკმაოდ მოგვარები, საკმაოდ გავრცელებული გვარი. საჭიდაო გვარი არის შეიძლება ითქვას. ბევრი არიან ხოზრევანიძეები მოჭიდავეები. აღარ აძლევს აფსკების საშუალებას ხოზრევანიძე მეტოქეს დაღლად შეეტყო, ეხლა თუ შეამჩნიეთ ვაშაყმაძეს ნებისმიერ შემთხვევაში ფინალი კარგი იყო 9-6. ჩვენიერი ანგარიში. ალბათ სანახაობრივად 55 მაინც უფრო ჯობდა, მაგრამ არც ამას ეთქმის საყვედური ძალიან ბევრი და საკმაოდ ბევრი გდებოდა. მიულოცოთ ხოზრევანიძეს ჩემპიონობა. ხოლო თორნიკა ვაშაყმაძე გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი და ეხლა უკვე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 55 კილოგრამში ჩემპიონი გახდა ოზურგეთელი ლუკა გორდელაძე, ვერცხლი მოიპოვა წალკევმა გაგა ბოლქვაძე, მესამე პრიზიორები არიან ლანჩხუთელი ნიკა ცეცხლაძე და ქუთაისელი მატვეი სულაქველიძე.